მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოდით ახლა მოვამზადოთ მაფინები. ამისთვის დაგჭირდება 5 კვერცხი, მე მაქვს საშუალო ზომის კვერცხები, ასევე დაგჭირდებათ რძე 1 ჭიქა, ნახევარ ჭიქა ზეთი, 1 ჭიქა შაქარი, მარილი, გამაფხვიერებელი, ვანილის შაქარი, ფორთოხლის არომატიზატორი, ფქვილი და შოკოლადი. ეხლა ჩვენი კვერცხები კარგად გავთქვიფოთ. კვერცხს აუცილებლად დავუმატოთ მარილი. სრული რეცეპტი იქნება ვიდეოს ქვემოთ info box-ში. ეს კარგად აურიოთ. თუ არ გაქვთ ფორთოხლის არომატიზატორი, შეგიძლიათ დავუმატოთ 1 ცელი ფორთოხლის ცედრა და წვენი. ეხლა დავუმატოთ ვანილის შაქარი, თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ დავუმატოთ ვანილი და კარგად აურიოთ ერთმანეთში. ამ ეტაპზე უკვე ვუმატებთ შაქარს, შაქარი გვჭირდება 1 ჭიქა. და ეს მასა კარგად უნდა გავთქვიფოთ სადღაც 3-4 წუთის განმავლობაში, რომ მივიღოთ თეთრი და ჰაერავანი. რადგან ჩვენი მაფინებიც გამოვიდეს ფუმფულა და ჰაერავანი. ეხლა განახებთ, როგორი კონსისტენციის უნდა გამოვიდეს ჩვენი მასა. აი ესე კარგად გათეთრდა. აქ კი ბოდიშ გიხდით, ჩემ ტელეფონს რაღაცა მოუვიდა. ეხლა დავამატოთ ფორთოხლის არომატიზატორი. ასევე თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ფორთოხლის ცედრა და წვენი. ვამატებთ ასევე ზეთს, რძეს, რძე მაქვს ოთახის ტემპერატურის. ფქვილს ვამატებ ეტაპობრივად. ცომი ძალიან სქელი არ უნდა გამოგვივიდეს. ფქვილის ზუსტ რაოდენობას ვერ დაგიწერთ, რადგან ყველას ფქვილი გვაქვს სხვადასხვანაირი და განახებთ ზუსტად როგორი კონსისტენციის უნდა გამოვიდეს. ასევე ახლა დავამატოთ გამაფხვიერებელი, თქვენ შეგიძლიათ ასევე დავამატოთ ცოტა ძმრით და ეს მასა კარგად აურიოთ ერთმანეთში. ფქვილი კარგად რო შეიზრდება, ჩვენი ცომიც მზად არის. მე ფქვილი დამჭირდა 4 ჭიქა. ეს ცომი შეგიძლია გამოიყენოთ როგორც მაფინებისთვის, ასევე გამოეცხოთ მთლიანი კექსი. აი ნახეთ როგორი კონსისტენციის ცომი გამოვიდა, როგორც სქელი არაჟანი. ესეც უნდა იყოს. შეგიძლიათ ფორთოხალი და შოკოლადი საერთოდ არ ვქნათ, უბრალოდ გამოაცხოთ აი ესე უკვე მზად ცომი. მეტი არაფერი ჭირდება. ან დავუმატოთ ქიშმიში, ეს უკვე ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ, როგორც გინდათ. აი ნახეთ როგორი კონსისტენციის ცომია. აი ესე უნდა იყოს. ჩემი ცომი მზად არის, ეხლა დავჭერეთ შოკოლადი. შეგიძლიათ ესე ჩემსავე შოკოლადის ფილა გამოიყენოთ და დაჭრათ, ან უბრალოდ უქნათ შოკოლადის წვეთები. შეგიძლიათ ასევე ესეთი რძიანი შოკოლადის მაგერად უქნათ მწარე შოკოლადი, ან თეთრი შოკოლადი. ყველაფერი შეგიძლია უქნათ ისე, როგორც თქვენ გიყვართ. მე ძალიან მომწონს რძიანი შოკოლადი და რძიან შოკოლადს ვამატებ. აი ესე ცომება ვჭრით ჩვენ შოკოლადს. შოკოლადი დავჭერი და გადავიტან ჩვენ ცომში. ეხლა კარგად აურევ და გადავიტან ჩვენ ცომს მაფინების ფორმაში. აუცილებელია კარგად შევურიოთ შოკოლადი და ცომი ერთმანეთს. წინასწარ გავახუროთ ხუმბელი 180 გრადუსამდე. მე მაქვს აი ესეთი მაფინების ფორმა, თქვენ შეგიძლიათ ასევე გადაიტანოთ სილიკონის მაფინების ფორმებში. ეხლა გადავიტან ცომს. აი ნახეთ, ნახევარზე ცოტა ქვემოთ არის ცომი და შევდგათ ხუმელში. ასევე ცოტა ცომი დამჩა და გადავწყვიტე გამომეცხო აეროგრილში ერთი პატარა კექსი. მე მაქვს ესეთი სილიკონის ფორმა.
აეროგრილის ფორმაა. ეხლა კარგად დავზეთავ და გადავიტან ჩვენს ცომს. აუცილებელია ფორმა კარგად დავზეთოთ, რომ არ მიიკრას ჩვენი ცომი. არასდროს არ გამომიცხვია კექსი აეროღუმელში და ვნახოთ როგორი გამოვა. გადავიტანე ჩვენი ცომი ფორმაში და ეხლა გადავიტანოთ აეროგრილში. ნახეთ. ეხლა ჩავრთავ კექსის რეჟიმზე. დაჭირდა 140 გრადუსი და 50 წუთი. ნახოთ როგორი გამოვა. ჩვენი მაფინები გამოცხვა. საოცარი სრულნელი ტრიალებ ჩემს სამზარეულოში. ეხლა განახებთ შიგნი როგორია. დოქტორ ოტეკერის ფორთოხლის არომატიზატორი არის ძალიან კარგი, ძალიან მაგარი სუნი აქვს. აი ნახეთ როგორი გამოდის. ფუმფულა, ჰაეროვანი. ჩვენი კექსიც გამოცხვა. ეხლა დავჭერთ და განახებთ როგორი გამოვა. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ. თქვენთვის რთული არ არის, მე მესიამოვნება და მომავალ შეხვედრამდე.